და ეს არის ჩვენი ეროვნული ნაკრები და მისი, ასე ვთქვათ, წაგებების სერია. არა მხოლოდ ერთი წაგება იყო, არამედ უამრავი წაგება და რატო ხდება ასე და რატო არის საზოგადოება უკმაყოფილო ფეხბურთელების საქციელით და მათი ხარდაჭერა რატო არ გააჩნია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მოკლედ, ყველაზე მთავარი მე არაერთხელ მისაუბრია მსგავს სიტუაციაზე ჩემს მეგობრებთან ერთად და ერთხელ აღნიშნე ასეთი ფაქტი, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატება დამოკიდებულია და პირდაპირ კავშირში არის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან. შეიძლება ეს გარკვეულწილად უამრავი ფეხბურთელი, რომელიც უცხოეთში არის განწესებული და ძალიან ასე ვთქვათ, პირდაპირ არ მოქმედებდეს, მაგრამ ირიბად მეორე, მესამე სხვა ადამიანების დამოკიდებულებით და ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური განწყობით მათზე ეს ყველაფერი მოქმედებს და ყველაზე მთავარი და რაც მუხტს აძლევს ყველა ფეხბურთელს ეს არის მე-12 ფეხბურთელი და ეს არის მხარდამჭერები, გულშემატკივარი, რომელსაც ძალიან სტკივა, რომ ქართველი ფეხბურთელები მათ გვერდით არ დგანან და არ განიცდიან იმ ძალადობას, ხმას არ იღებენ ყველანაირ ამ დამოკიდებულებაზე, რაც ხდება ქვეყანაში და შესაბამისად ნურავის გავამტყუნებთ. ის, რაც წაგებების სერია არის, ეს ყველა პირდაპირ კავშირში არის ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან.